მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში ეგრეთ წოდებული 11-იანების ასახვევში დაზიანებული საავტომობილო გზა, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ შეაკეთეს, კვლავ გადათხრილია. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვეუბნევიან, ავარიულად დაზიანდა მილი და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. იგივეს გვიდასტურებენ ახალციხის მერიაშიც. ის, რომ ეგრეთ წოდებული 11-იანების ასასვლელში საავტომობილო გზა თვეების განმავლობაში დაზიანებული იყო, მასალა ჩვენ 21 ნოემბერს მოვამზადეთ. სიუჟეტის გასვლიდან რამოდენიმე დღეში საავტომობილო გზა მერიამ მოაწესრიგა. წყალმომარაგების კომპანიიდან ვერც დღეს და ვერც 21 ნოემბერს ვერ გავიგეთ, დასრულდა თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის სისტემის მოწესრიგება. კომპანიიდან საჯარო ინფორმაციაც გამოვითხოვეთ, თუმცა მათგან სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია გაგვიზიარეს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ახალციხეში წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის ხელშეკრულება შპს გზასთან 42 მილიონამდე ლარზე გააფორმა. დაასრულა თუ არა კომპანიამ სამუშაოები 11-იანების ასასვლელში და რა მიზნით დაზიანდა მილი. დაუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს, თუმცა მან გვითხრა, რომ შეხვედრაზე იყო და ტელეფონი გაგვითიშა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოების სრული დასრულების ვადა 2027 წლის აგვისტოა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია წინა საახალწლო ღონისძიებაზე ნატო გელაშვილის ჭოხოების და ბენდის მოწვევას 35,400 ლარად კვლავ გეგმავს. მუნიციპალიტეტმა ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში შესყიდვის დასადასტურებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეორედ მიმართა. ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, კონცერტი 20 დეკემბერს გაიმართება და 1 საათზე მეტ ხანს გასტანს. დაუკავშირდით მომღერალ ნატო გელაშვილს. მან ინფორმაცია დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ მასთან ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებთან ერთად იქნება 9 პირისგან შედგენილი ბენდი და თანხას შესაბამისად 12 ადამიანზე გადაანაწილებენ. იმავეს გვიდასტურებენ ახალციხის მერიაშიც. ბენდის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებული არ არის. აქვე გეტყვით, რომ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ჩვენ მასალა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტზე დაყრდნობით 8 დეკემბერს მოვამზადეთ. მას შემდეგ რამდენიმე საათში მერიამ მიმდინარე მოლაპარაკებების მიზეზად შესყიდვები უკან გაიწვია, ხოლო 10 დეკემბერს შესყიდვების განცხადება კვლავ გააკეთეს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.